მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, თქვენ უყურებთ არხს Energy Fishing, მე კი გიორგი ვარ. დღეს გამოვედით თბილისის ზღვაზე იმისთვის, რომ გავტესტოთ ახალი ნავი და ახალი ძრავი. ქართული კომპანია კოლხი, რომელიც ჩინეთში აწარმოებს ძალიან მაღალი ხარისხის ნავებს და ასევე გაყიდვაში აქვს ბევრი სხვადასხვა აქსესუარი, პირველ რიგში ძრავი, ამ კონკრეტული ნავისთვის და ბევრი ნაირსახეობა აქვს. დღეს ახალი ნავისა და ძრავის გატესტვა გვექნება თბილისის ზღვაზე. მოკლედ, ავაწყობთ, ნახავთ რა მოყვება კომპლექტაციაში, ძრავს რა შესაძლებლობები აქვს, ასე რომ აუცილებლად დარჩით, ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ზარეზღლაკი, აუცილებლად დღევანდელი ვიდეოც დაალაიქეთ და მოდით დავიწყოთ ნავის გაშლა. იქ ცხენი ძალიან ძრავი გვაქვს, რომელიც საკმაოდ მძლავრი არის, წესით ამ კონკრეტული ნავისთვის, რადგან ნავის სიგრძეში არის 2 მეტრი და 60 სანტიმეტრი. აბა ნახოთ კომპლექტაცია რა გვაქვს. პირველ რიგში ეს კოლხისგან დამზადებული ძალიან მაგარი რამე არის. რბილად რო დავდოთ საჯდომი. ძალიან კარგი რამეა. ეს თავად სკამი, რომელიც ნავზე მოერგება, ნიჩბები აუცილებლად. და ესეთი ჟილეტი, რომელიც აუცილებელია რომ გქონდეს ნავში. იმიტომ რომ კანონი არის ესეთი, თუ შევდივართ წყალში, აუცილებელია მინიმუმ 1 წალი გვედოს, რომ არ დაგვაჯარი მონო. ხო, რაც შეეხება თვითონ თავად კომპლექტაციას, ეს ორი აქსესუარი, ეს დასაჯდომი და ჟილეტი არ მოყვება კომპლექტაციაში ნავს, ცალკე უნდა შეიძინოთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი აქსესუარებია, რომელიც რა თქმა უნდა კოლხში გაყიდვაში არსებობს და შეგიძლიათ კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავი ამ აქსესუარებთან ერთად. ხო, რა გვაქვს? შემდეგი არის, რა თქმა უნდა, ესეთი ნასოსი, ფეხის ნასოსი და თავად ნავი. ალბათ, ჩემი ძველი ვიდეოებიდან გააქვთ ინფორმაცია, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის ნავები. ამ შემთხვევაში ეს ნავი, როგორც მოგახსენეთ, არის 2 მეტრი და 60 სანტიმეტრი სიგრძეში და გვაქვს გასაბერი ძირით. ძირი არის განცალკევებული, ანუ ესე დევს ძირზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ვაიდა რაღაც მოხდა, გაგვეხა, დაგვიზიანდა აღნიშნული ნავი, ჯერ პირველ რიგში ის, რომ 3 ნაწილად იბერება და მეოთხე არის თავად ძირი. ძირი უძლებს 100 კილოგრამს თავისუფლად, ასე რომ გამორიცხულია ამ ნავით რაიმე მოვიწიოთ. არის აბსოლუტურად უსაფრთხო 100%-ით. ხო. 3 ნაწილი როგორც მოგახსენეთ და უკანა მხარეს გვაქვს აი ესეთი დიზაინი. აქ არის ესეთი პატარა დაფა. ეს დაფა გამოიყენება კონკრეტულად ზუსტად აი ამ ძრავის დასამაგრებლად და მოდით დავიწყოთ გაბერვა. მეგობრებო, გავბერეთ ჩვენი ნავი. საკმაოდ ლამაზად გამოიყურება პირველ რიგში. უკვე ხვდები რომ კომფორტული იქნება, ნამდვილად მასზე თევზაობა. ბოლო პერიოდში მქონდა ერთკაციანი ნავი, 2 მეტრი იყო სიგრძეში, ამავე დიზაინი ზუსტად. თუმცა არაკომფორტული იყო ჩემთვის, იმიტომ რომ სპინინგზე საკმაოდ ბევრი აღჭურვილობა მაქვს ხოლმე და კარგად ვერ ვთავსდებოდი. ამ შემთხვევაში 2.60 არის სიგრძეში, როგორც მოგახსენეთ და ვიზუალურად უკვე საკმაოდ კომფორტული არის. ახლა მოდით ჩავდოთ ნავი წყალში, შემდეგ ძრავში ჩავასხათ ბენზინი და დავქოქოთ, შევიდეთ, ნახოთ რამდენად კომფორტული, სწრაფი და კარგი არის ეს ყველაფერი. აბა საინტერესოა, ახლა რამდენად შევძლებ ამის წამებას. მეგობრებო, მზად არის ჩვენი ძრავი, იმისთვის რომ დავამაგროთ ნავზე, ჩავასხით ბენზინი, თავისთავად ზეთ გარეული, ორტაქტიანი ძრავი არის, შესაბამისი ზეთი და ბენზინი შეურიეთ ერთმანეთში. ახლა მოდით წავიღოთ. სულ რაღაც 20 კილო არის, წონაში არ არის რეალურად ძიმე. შესაბამისად, ერთი კაცისთვის ვფიქრობ, სრულიად საკმარისი და ისეთი მისაღები წონა არის, რომ კომფორტულად დავამაგროთ. მზად არის ჩვენი ნავი, სრულად ავხჭურვეთ, დავამაგრეთ ძრავი
საბრძოლო მდგომარეობაშია მოკლედ. ეხლა ჩავჯდები, დავქოქავ. პირველი დაქოქვა იქნება, ზოგადად სჭირდება ეგრეთ წოდებული აპკატკა, ანუ ძრავმა თავისი, ესე ვთქვათ, ღერძი რომ აიღოს თავისი გზა, მარტივად რო გიხსნათ. ცოტა ხანი გავახუროთ და შემდეგ გავცუროთ და ვნახოთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე რამდენად სწრაფად ვივით. დავქოქეთ ჩვენი ძრავი, შემოვედი წყალში. მზადყოფნაში ვარ მაქსიმალურად იმისთვის რომ გავცუროთ. ცოტა ნიავია, თუმცა ხელს არ შეგვიშლის, რეალურად დავინახავთ რა შეუძლია ამ კონკრეტულ ძრავს აღნიშნულ ნავზე. საკმაოდ კარგად გავვდივართ. ეს არის დაახლოებით 15 კმ/სთ ნამდვილად. ნუ ზოგადად 20 კმ/სთ სიჩქარით, როდესაც მიდიხარ გლისერზე გადის. და აი უკვე გლისერზე ვართ. უკვე გლისერზე ვართ, მეგობრებო, აი შეგვიძლია შევხედოთ. მეგობრებო, როგორც ნახეთ, საკმაოდ კარგად მძლავრად დადის. ზოგადად ახლა მოდით ვნახოთ დეტალურად გავიაროთ რა პლუსები აქვს აღნიშნულ ნავს. პირველ რიგში ის რომ მასალა არის გამოყენებული ეგრეთ წოდებული PVC, იგივე რუსულად ეძახიან PVХ-ს, რომელიც საკმაოდ სქელი და გამძლე მატერია არის. აი მაგალითად რომ გითხრათ, აი აქ ხრეში არის ბევრი, თავისუფლად შეგვიძლია ამოვიყვანოთ ისე რომ გამოვაცურო და არანაირი ზიანი არ მიიღოს მან. საკმაოდ გამძლეა. აღნიშნულ ნავს ასევე აი აქ ნახეთ წინა მხარეს ირგვლივ 360 გრადუსით აქვს სპეციალური ესეთი რეზინი, რომელიც იცავს შხეფებისგან და ტალღებისგან ადამიანს, რომელიც ზის ნავში. ანუ, როდესაც ვჭრით ჩვენ ტალღებს, ეს შხეფები გადადის გვერდზე და შესაბამისად ჩვენ არ ვსვლდებით. ესე ძალიან კარგი პლუსია. ასევე კიდევ ერთი პლუსი, რაც სხვა ბრენდის ნავებს თითქმის არც ერთ არ აქვს, მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში, ასეთი წინ არის ღუზის დასამაგრებელი და ჩასაშვებ ამოსაღები ესეთი მოწყობილობა, ძალიან კარგი და კომფორტული არის. ასევე წინა მხარეს გვაქვს ეგრეთ წოდებული პრიცეპისთვის ჰოკი თავისივე სამაგრით. ასევე გვერდებში ორივე მხარეს გვაქვს ესეთი თოკი, რომელიც ძალიან კომფორტულია გადაადგილების დროს, რადგან ხელს მოკიდებ და მაქსიმალურად კომფორტულად იჯდები. უკანა მხარეს გითხარით რომ აქვს ძრავის სამაგრი და მშვენივრად გვაქვს ჩვენი ძრავი დამაგრებული. აი ესე გამოიყურება სრულად. 4 ნაწილად იბერება, როგორც მოგახსენეთ. 3 ზედა მხარეს და 1 ქვედა გასაბერი ძირი. ძალიან კომფორტულია, მე პირადად წელს 2026 წლის სეზონზე ძალიან კარგად გამოვიყენებ, დარწმუნებული ვარ, რადგანაც როდესაც აი მაგალითად შენი მეგობარი ვერ მოდის და დიდი ნავის გაშლა მარტო ვერ ახერხებ, ასეთი ტიპის ნავი და ძრავი არის შედარებით მსუბუქი, რომელიც ერთ ადამიანს თავისუფლად შეუძლია რომ კომფორტულად გამოიყენოს. გადაადგილდები სწრაფად, კომფორტულად და მოგეხსენებათ რომ აი განსაკუთრებით სპინინგით თევზაობა ძალიან კომფორტული და შედეგიანი არის ნავით, როდესაც თევზაობთ. შედარებით ნაპირთან, იმიტომ რომ განსაკუთრებით თბილისის ზღვაზე თევზი ნაპირიდან საკმაოდ მოშორებით დგას. შესაბამისად, ნავი ძალიან დიდ პლუსს გვაძლევს. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროდუქციის შეძენა, რა თქმა უნდა, შეიგრძლიათ ქართულ კომპანიაში, კოლხში, რომლის მისამართიც საკონტაქტო ნომერი და აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია, რაც გჭირდებათ იმისთვის, რომ დაუკავშირდეთ, იქნება როგორც ეკრანზე, ასევე ვიდეოს ქვევით აღწერაში. იწყება 2026 წლის სეზონი, მალე გაზაფხული დადგება და კარგი სითბოები გველის, თევზის გააქტიურება და მერწმუნეთ, რომ ნავი ძალიან დიდ შედეგს მოგცემთ თევზაობაში და ზოგადად არა მარტო თევზაობაში, იმიტომ რომ აღნიშნულ ნავებს თავისთავად ძრავთან ერთად გამოიყენებენ ასევე ნადირობაში. აი ჩვენი მეგობარი ირაკლი წერავა, მონადირე, იგივე ჯორჯიან ჰანთერი, რომელსაც YouTube არხი აქვს, ანუ შეგიძლიათ ირაკლის არხის გამოიწეროთ, ძალიან ხშირად თევზაობს, ძალიან ხშირად ნადირობს აღნიშნული ტიპის ნავით და ძრავით. ნუ რაც უფრო დიდია, რა თქმა უნდა, მით უფრო კარგი, სწრაფი და კომფორტული არის. მეგობრებო, ვისაც მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ. დამიწერეთ კომენტარებში, ვის გაქვთ ასეთი ტიპის ნავები, რომელ ბრენდს იყენებთ, რადგან კოლხი არის ქართული კომპანია, რომელიც ჩინეთში აწარმოებს აღნიშნულ აღჭურვილობას, ნავებს და ძრავების შესაბამისად ჩამოაქვს. ამიტომ თქვენი კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, აუცილებლად წავიკითხავთ. თუ რაიმე კითხვა გექნებათ აღნიშნულ პროდუქციასთან დაკავშირებით, სიტყვაზე რაღაც ნაწილი გაგიგვშტათ, აქსესუარი გჭირდებათ,
ნებისმიერი კითხვა, როგორც ვიდეოს ქვევით აღწერაში დაწეროთ, ასევე საკონტაქტო ნომერს დაუკავშირდეთ და მერწმუნეთ ბატონი ვასო ძალიან დეტალურად და ამომწურავად გაგცემთ კითხვაზე პასუხებს. ამით მინდა რომ დაგემშვიდობოთ, ძალიან მალე შევხვდებით მომავალ ვიდეოში, რომელიც აუცილებლად გვექნება თევზაობაზე. წარმატებები ყველას, აბა დროებით.